შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ივნის ქუთაისსა და თბილისში საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი დააკავა. ანასტასია ზაუტაშვილი, მევლოდ სვანიძე, რომან მუსელიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. 1968 წელს დაბადებული საბერძნეთის მოქალაქე ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი დაკავებულთა ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯარს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირთში კოკაინის დიდი პარტია იდო, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე უნდა განაწილებულიყო. ტვირთი ფოთში ანასტასია ზაუტაშვილის ბიძაშვილის რომან მუსელიანის სახელზე ჩამოდიოდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ჩხრეკისას მევლოდ სვანიძის ეზოდან მიწაში დამარხული 1,700,000 ევრო ამოიღეს. ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან კი 50,000 ევრო. საქართველოს პარლამენტი ხვალიდან მუშაობას ოფიციალურად განაახლებს. პარლამენტი ეგრეთ წოდებულ შვებულებაში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გავიდა. ხვალიდან კი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა გაგრძელდება და ორშაბათის ტრადიციული ბიუროს სხდომა გაიმართება. სავარაუდოდ მომავალ კვირასვე სესიების განახლდება. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს მთავრდება, თუმცა პრეზიდენტმა პარლამენტს მუშაობის ივლისის ბოლომდე გაგრძელება დაავალა. მაესტროს ახალი ამბები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით ბრუნდება. კოლუმბიის პოლიციამ ესპანეთისა და კოლუმბიის ნარკომოვაჭრეებს შორის შუამავლობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, გონსალო სანჩესი კოლუმბიურ და ესპანურ კლანებს შორის დამაკავშირებლის ფუნქციას ასრულებდა. ნარკომოვაჭრეებს კოკაინი კოლუმბიიდან ვენესუელაში გადაჰქონდათ, შემდეგ კი კონტრაბანდულ ტვირთს ესპანეთში აგზავნიდნენ. სამართალდამცველებმა გონსალო სანჩესი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში დააკავეს. ესპანეთი დაკავებულის ექსტრადირებას ითხოვს. კოლუმბიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ესპანეთისა და კოლუმბიის ნარკომოვაჭრეებს შორის შუამავლობაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცავთა ინფორმაციით, გონსალო სანჩესი კოლუმბიელი დანიელ ბარერასი და ესპანელი იუბინას კლანებს შორის დამაკავშირებლის ფუნქციას ასრულებდა. დაპატიმრებული პირი ნარკოტიკით უკანონო ვაჭრობაში დაჯგუფება ელ ლოკო ბარერას ეხმარებოდა. მათი კრიმინალური გეგმა ასეთი იყო: ვენესუელიდან მდებარე ბუანტაოვეროსა და პუერტო-ლა-კრუსიდან კოკაინს ესპანეთში აგზავნიდნენ. სამართალდამცავებმა გონსალო სანჩესი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში დააკავეს. ესპანეთი დაკავებულის ექსტრადირებას ითხოვს. ესპანური დაჯგუფება ოუბინასი ნარკოტიკით მოვაჭრე უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც კოკაინს კოლუმბიიდან აღებულობს. ბარერას კოლუმბიაში უკვე რამდენიმე წელია ეძებენ. მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის პოლიციამ $2.5 მილიონი ოდენობის ჯილდო დააწესა. კოლუმბია მსოფლიოში კოკაინის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა. სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახურის დროს გარდაცვლილების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. სეულის ეროვნულ სასაფლაოზე 5,000-მდე ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის მთავრობის მაღალჩინოსნები. უფლებადამცველები და სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპული 46 მეზღვაურის ნათესავები იყვნენ. სასაფლაოზე დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი ქვეყნის პრეზიდენტმა ლი მუნგ ბაკმაც მიაგო. მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და სანთელი ანთო. სიტყვით გამოსვლის დროს ლი მუნგ ბაკმაც სეულსა და ფხენიანში შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახურის დროს გარდაცვლილების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. სეულის ეროვნულ სასაფლაოზე 5,000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის მთავრობის მაღალჩინოსნები, უფლებადამცველები და სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპული 46 მეზღვაურის ნათესავები იყვნენ. სასაფლაოზე დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი ქვეყნის პრეზიდენტმა ლი მუნგ ბაკმაც მიაგო. მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და სანთელი აანთო. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ წვლილს, რომელიც გარდაცვლილ სამხედროებს ქვეყნის აღმშენებლობაში მიუძღვით. მთავრობა გააგრძელებს ზრუნვას მათზე, ვინც თავის სამშობლოსთვის გასწირა. სიტყვით გამოსვლის დროს ლი მუნგ ბაკმა სეულსა და ფხენიანს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. სამხრეთ კორეა გახდა ქვეყანა, რომელმაც წარმატებას მიაღწია როგორც ეკონომიკურ განვითარებაში, ისე დემოკრატიაში. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს აუსრულებელი ოცნება. ჩვენ ერთიანი ქვეყანა უნდა გავხდეთ, რომელიც თავისუფალია და მშვიდობიანად ცხოვრობს თავის ჩრდილო კორეელ თანამემამულეებთან ერთად, რომელიც ჯერ კიდევ იტანჯებიან სიღარიბისა და ხელისუფლების ზეწოლისგან.
გამომძიებელთა საერთაშორისო გუნდმა დაადგინა, რომ გემის ჩაძირვის მიზეზი ჩრდილოეთ კორეულ წყალქვეშა ნავიდან ნასრული ტორპედო გახდა. თავის მხრივ ოფიციალური ფხენიანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოსგან ფხენიანის გასამართლებას ითხოვს. 1950-53 წლების კორეული ომის შემდეგ ყვითელ ზღვაში ხომალდის ჩაძირვა სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგია. გემის ჩაძირვის შედეგად 46 კორეელი მეზღვაური დაიღუპა. მაშვილებმა 58 სამხედროს გადარჩენა მოახერხეს. ჩრდილოეთ ინგლისში მდებარე ერთ-ერთი ფაბის 15 თანამშრომელმა კი სახელები შეიცვალეს. მათ ინგლისის საფეხბურთო გუნდის მხარდასაჭერად გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის უეინ რუნის სახელი დაირქვეს. ვესტ იორკშაირის ფაბის თითოეულმა თანამშრომელმა სახელის შესასვლელად $48 გადაიხადა. მათ პირადობის დამადასტურებელი ახალი მოწმობები უკვე დაუმზადეს. მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 11 ივლისს პაბის თანამშრომლები თავისი ძველი სახელების დაბრუნებას გეგმავენ. ჩრდილოეთ ინგლისში მდებარე ერთ-ერთი პაბის 15 თანამშრომელმა სახელები შეიცვალეს. მათ ინგლისის საფეხბურთო გუნდის მხარდასაჭერად გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის უეინ რუნის სახელი დაირქვეს. ვესტ იორკშირის პაბის თითოეულმა თანამშრომელმა სახელის შესაცვლელად $48 გადაიხადა. მათ პირადობის დამადასტურებელი ახალი მოწმობები უკვე დაუმზადეს. ინგლისურ ბარს ლი კენედი და მისი მეუღლე ამუშავებენ. თანამშრომლების მსგავსად სახელები წყვილმაც შეიცვალა. მათ ახალ სახელად ფაბიო კაპელო აირჩიეს. პაბის პერსონალმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საგანგებოდ მაისურებიც კი დაამზადა. დამიძახე რუნი, ასეთია ბარის თანამშრომლების მაისურებზე გამოსახული წარწერა. მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პაბის თანამშრომლები თავისი ძველი სახელების დაბრუნებას გეგმავენ, თუმცა ზოგიერთი ასე არ აპირებს. თუკი ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულად ითამაშებს, ამ სახელს სამუდამოდ დავიტოვებ. დიდ ბრიტანეთში 24 წლის ფეხბურთელის სახელი მხოლოდ პაბის თანამშრომლებს არ დაურქვამთ. სახელი უეინ რუნად მანჩესტერში მდებარე პატარა სასტუმროს პერსონალის 10 წევრმაც გადაიკეთა. ეს ნუ სახალი ამბები თქვენი დროით ზუსტად 3 საათზე დაბრუნდება დროებით.